ახლა კი დროა რომ სამზარეულო ავითვისოთ. კი და მაყურებელი შენიშნავდა რომ ბახო არ არის დღეს, იმიტომ რომ ბახო მიგბატობა და არის გაცვალა საჭმელებში. მაგრამ მეც გაგცვლიდით მეგობრებო ქუთაისში წავიდა და ბატონი ვახტანგი და იქ გემოფესტზე მოღვაწეობს, ასე რომ ძვირფასებო მას წარმატებები უსურვა, დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი გემრიელი რაღაცის დაბრუნების საშუალება ექნება. შემოგვიერთდეს ანა კოშაძეს მაინც წარმოუდგენელია და სხვათა შორის უნდა აღვნიშნო რომ ქუთაისში დღეს ანათებს ორი მზე, ერთი ნამდვილი მზე და მეორე ანა კოშაძე. დარწმუნებული ვარ ვახო ელოდა რომ ვახო სიტყოდი. ნუ ვახო ჩვენი მზეა ვახო კანდელაკი მზე. ბახ ჩვენ ვახოს ანგელოზები ვართ. მე ვიქნები დღეს რა. შენ წითელი მზე შავი ზღვა. როგორ ახართ? ამოისუნთქეთ, ჩვენც გვაცალეთ, ვერთვებით, ხო, დაგვაცადეთ. ბახო როგორ ახარ გითხარით? ერთდებით როგორც უკვე თქვით. ძალიან კარგად ვარ. ჩალის ქუდებით ვარ წარმოდგენილი მე და ანა დღეს. ძალიან კარგი დღეა გაუთენდა ქუთაისის მოსახლეობას და არა მარტო ქუთაისის, არამედ სრულიად საქართველოს. მოვუწოდებთ რომ გამოდით მეგობრებო 3 საათიდან გემოფესტზე. ეს ნახე კიდე არ გვაცდიან. არ გვაცდიან, ამიტომ არაუშავს ჩვენგან. ჩუმდებით. შენ პარალელურად მოყევი დღეს რა ხდება? კი ბატონო, გემოფესტზე ვართ, როგორც მოიცა თავიდან. გემოფესტზე ვართ, როგორც ვახომ თქვა, ქუთაისში უკვე მესამედ იმართება გემოფესტი და სვანეთის და რაჭის შემდეგ იმერეთზე სტუმრა. დღეს და ხვალ 3 საათიდან გემოების და არომატების თამაში საოცრება იქნება. მე ამ სიტყვის ამ ფრაზას არ გამოიყენებდი სიტყვა თამაში გემოების. მე მეგონა რომ შენ ამას არ იზავდი. იმიტომ რომ გასტრონომიულად მოგამზადე მე ამისთვის რომ შენ გემოების თამაში არ გეთქვა. ეს ხო ბანალური სიტყვა ანა. აქ გემოების ინსპირაცია იქნება იმერული როგორ თქვა პეწით. იმერული პეწით მოკლედ ბევრი კვირა, ბევრი ადგილობრივი მზარეული პროფესიონალებთან ერთად ადგენდნენ მენიუებს სწორედ ამ დღისთვის, დღევანდელი და ხვალინდელი დღისთვის. უფრო მეც მოგვიყვება მაია ომიაძე, რომელიც ჩვენთან ერთად არის ქუთაისში. მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს და სტუდიაში წამყვანებს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გახლავთ, ვინც არ იცნობთ, არადა ჩვენი ხშირი სტუმარია და მოგვიყევი მაია, ძალიან დიდი ხანია. მოვიდოდით. დააკვირდით ეთერში რო იყავი ჩვენთან დააკვირდით რომ ჩვენ აუცილებლად გესტომდეთ და ჩვენ სიტყვას ვასრულებთ ჩამოვედით. ჩვენც გმასპინძლობთ მისი უდიდებულესობა იმერული სამზარეულო უკვე ელოდება ვერიკო ანჯაფარიძის სკვერში ქუთაისში სტუმრებს დღეს და ხვალ 2 დღის განმავლობაში გემოფესტი მასპინძლობს ყველას ვისაც უნდა განსაკუთრებული გემოების დაგემოვნება. მთლიანად იმერეთიდან ყავს 17 მონაწილე, 2 კერძი აქვთ და ასევე დესერტები წარმოდგენილი, რაც იმას ნიშნავს რომ განსხვავებული გემოთი, განსხვავებული ფორმით, ტრადიციული იმერული კერძები შეიძლება დააგემოვნოთ 2 დღის განმავლობაში. მთელი საქართველოდან ჩამოდიან მოგზაურები, ასე ვთქვათ, ტურისტები, სტუმრები იმისთვის, რომ იმერეთში ჩვენთან ერთად იმერული გემოების ზეიმი, ასე ვთქვათ, გაინაწილონ. ასევე თქვენ ქუჩებშიც უკვე შეხვდებით, ძალიან ბევრი უცხოელია, საერთაშორისო მოგზაურია. გასტრონომიული ტურიზმი ზოგადად ერთ-ერთი ყველაზე ისეთი ნიშა არის, გამოც ადამიანები დადიან სამოგზაუროდ, როგორც რეგიონიდან რეგიონში, ისე ქვეყნიდან ქვეყანაში, როდესაც მოგზაურობ, კერძებით, კულინარიით და გასტრონომიით შეიძლება გაიგო იმ ქვეყნის ტრადიცია, იმ ქვეყნის ისტორია. ჩვენ კი მრავლად გვაქვს და იმერეთი ამის ერთ-ერთი დედოფალი შეიძლება იყოს. ასევე გვაქვს ეს ბევრი აქტივობაც რო გვაქვს. გამორჩეულია იმით, რომ დამატებითი აქტივობები არის ბავშვებისთვის ცალკე სივრცე გვაქვს, მთელი ოჯახებით შეგიძლიათ 2 დღის განმავლობაში მობრძანდეთ. ჩვენ გიმასპინძლებთ, ოდნავ მოგვიანებით უკვე ქართველი მუსიკოსები, ბენდები იზრუნებენ სტუმრების განწყობაზე და გვიან ღამით უკვე DJ დადგება და განწყობას ასე ვთქვათ ამბები გველის. ვერთობით დღეს. ანა, აი შეგვიძლია აი ესე ქუდი მოვიხადოთ. დიდი მადლობა გადაუხადოთ მაიკოს, რომ ჩაგვერთო რუსთავი 2-ის მაყურებელს გააცნო დღევანდელი გეგმები და ხვალინდელი გეგმები მიმოიხილა და გადავინაცვლოთ. გადავიდეთ ეხა იმ ადამიანებთან, ვისაც შეგვიძლია თავისუფლად უწოდეთ შემოქმედები, შეფები, რომლებმაც დიდი ღვაწლი გასწიეს იმისთვის, რომ დღევანდელი ფესტივალი უფრო კარგი ყოფილიყო.
ვიდრე შეიძლებოდა რომ ყოფილიყო. წამომყვები? წამოდი, წავიდეთ. წავიდე. მომყავ ხარ რა, უკვე დაგიწევი მიკროფონი. ვახო, შემოთავაზება. მინუცა შენი ხმა მესმის. კი, ვიცი რომ გესმის და მაგითო გეუნები. შენ ჩამოდი და ხვალ წაიყვანე და მე გაგიცვლი ადგილს. გეყო დასვენება ნინუცა რა, გეყო დასვენება, მე მეორე ხა დასასვენება წამო. ეგ არ უნდა გეთქვა. შენ შესამოთხეში ხარ ხო ეხლა? მეგობრებო. ისდებოდი ბავშვები და ბიჭები და გოგოები ცალ-ცალკეროს ხდებოდნენ. ცალ-ცალკე ბიჭები გოგოებზე. გოგო შემოქმედი წარვადგინოთ ირინა ელიოზიშვილი, მაინც ირინკა ვთქვი. ლუკანა ჭყებია, მიშავსა ჯანიშვილი, ავთო ცეცხლაძე, ვახო კანდელაკი. ქართული კულინარიის ვარსკვლავები, მოგესალმებით. გემოფესტი 2023 მეგობრებო. გითხარი ირინა, საიდან დაიწყო ძალიან ბევრი იმუშავეთ ამ დღეებისთვის ადგილობრივ მზარეულებთან ერთად. როგორ შეირჩა ეს ადამიანები? რა თქმა უნდა პირველ რიგში განთავსდა განცხადება, სადაც მათი ინიციატივით ყველა ადამიანს მოусმინეთ, ყველას შევხვდით, გავიარეთ და მათი იდეებიდან გამომდინარე შეირჩა ეს განსაკუთრებული 17 ადამიანი, რომელმაც განსაკუთრებით კარგად ჩადო თავისი გამოცდილება და შესაბამისად აქ არიან და თქვენ დააგემოვნებთ მათ კერძებს. აუცილებლად, ლუკა, მუშაობის პროცესი როგორი იყო? ეგ გავიგოთ და მე მიკროფონს გადმოგაწვდი შენ ახლომდებარე ბიჭებისთვის. თვითონ სამუშაო პროცესი. მე მგონია რომ თქვენთვისაც მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ შეიძლება თქვენს პროფესიონალებმა რაღაც იდეები მიიღოთ, ხო? რა თქმა უნდა, ყოველი ეს თქვათ რაღაც ტრეინინგია, სწავლება ყოველთვის ორმხრივია ხოლმე, არასდროს არ არსებობს რაღაც ერთმხრივი ინფორმაციის გაცემა. ჩვენც რაღაცებს სწავლობთ ხოლმე, მაგრამ თავარი ის არის, რომ მიუხედავად იმისა, რომ მუშაობთ და შრომობთ და რაღაცა ძალიან სახარებო და სიამოვნო პროცესი არის რა. ოდნავ ბახუსი, ოდნავ რაღაც გართობა, ოდნავ კომუნიკაცია, ოდნავ დილას ნაბახუსები მე ისევ კერძები, ანუ ძალიან მარტივია. ძალიან მარტივი შესაძლებელია სიამოვნება და ხალხის გაცნობა და კომუნიკაცია კარგი საქმის კეთებასთან ამ შემთხვევაში. ამიტომ გაგვიმართლა ჩვენ ესე ვთქვათ რა. არ შემიძლია არ დაგეთანხმო, მე და ვახოსაც გაგვიმართლა, ხო? გაგვიმართლა ჩემი აზრით. მე მინდა რომ ალთოს კითხო 2-20 სიტყვით და ტკბილი ლუკმა მინდა რომ მიშა ავსაჯანიშვილი იყოს დღევანდელი დესერტი, კი ბატონო. ალუბალი კრემზე. კრემზე ალუბალი იყოს მიშა ავსაჯანიზე. კრემ პატისიერზე. კრემ პატისიე იყოს ჩვენი მიშა ავსაჯანიშვილი დღეს. ისე პროფესიონალურად გამომართვა მიკროფონი ეთყობა, ხო? კი ბატონო. იცით რა მინდა შეგეკითხოთ, ავთო. თქვენი ჩართულობა ამ პროექტში ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ დღევანდელი, მოდი ასე ვთქვათ, მეწარმეები, რომლებიც ქმნიან პროდუქტს, მათ ყოველთვის ჭირდებათ გზის გამკვალავი, რომელიც დააყენებს გზაზე, იმიტომ რომ გასტრონომია არ არის აი ესე დღეს გადავწყვიტე, ხვალ გავაკეთე, ეს არის პროცესი და მნიშვნელოვანია, როდესაც ჩართულობა პროფესიონალების ძალიან დეტალიზირებული. აი თქვენ შემთხვევაში როგორ იყო, რა ეტაპზე ჩართოთ, იმიტომ რომ თქვენ უკვე ჩამოყალიბებული დიდი ადამიანები ხართ, გესმის, რომლებმაც მანამდე რაჭა გააკეთეთ, მერე სვანეთი გააკეთეთ, დღეს იმერეთი, ხვალ რას გააკეთებთ, საერთოდ წარმოდგენა არ მაგას მარსზე შეგიძლიათ. იგეგმო. გამოდი. მოკლედ უდიდესი გამოცდილება მიიღეს მონაწილეებმა. გონია რომ ესაა მთლიანად რეგიონისთვის სტიმული, რომ განვითარდეს გასტრონომია. ჩვენ გემოებში იმდენად არ ჩავრეულ ვართ, რამდენადაც როგორ გითხრა, ახალი ტექნოლოგიები, ჩვენი გამოცდილებები გაუზიარეთ, ცოდნა მივეცით და ეს უნდა იყოს მათთვის კარგი, ესე ვთქვათ, გაკვეთილი, რომ მომავალში გააკეთონ სხვა ხედვით კერძები, უკვე ეს ისტორიული წინაპრების მიერ დანატოვარი, რა თქმა უნდა, ფუძე უნდა იყოს და მას დავაშენოთ უკვე ახალი სიახლეების შევმატოთ, რომ მოსაბეზრებელიც არ გახდეს ეს ყველაფერი. გეთანხმები სრულიად. მე მინდა ვისაუბროთ ამ ფესტივალის ქარიზმაზე და ამ ფესტივალის მთავარ, ასე ვთქვათ, თილისმაზე, მიხეილ ასავჯანიშვილზე, იმიტომ რომ არა ის, მე ვფიქრობ, რომ ეს ფესტივალი
ასეთი სახალხო არ იქნებოდა, როგორიც მაგალითად მიშას მონაწილეობის შემთხვევაშია. მიშა, მე ჩვენ მაყურებელს დავემშვიდობოთ მეორე ჩართვამდე და რაც საშუალება გაქვთ ძვირფასო დელისის წარმომადგენლებო, მიშას მიეცით დრო, რომ ისაუბროს და თვითონვე გავა მერე უკვე. მივესალმები მაყურებლებს, ვახო, რა კარგია რომ შენ არსებობ, იმიტომ რომ რასაც მე სხვებს უშვები ხოლმე, ერთადერთი ადამიანი ხარ, ვინც მე მიშება და მე გადავება, ასე რომ კარგია, ვიღაცა უნდა არსებობდეს. რაც შეეხება თვითონ გემოფეს მეგობრებო. აი, გავკადნიერდები და ვიტყვი, რომ ეს არის ნამდვილად გასტრონომული ნომერი პირველი ფესტივალი, ბევრი ფესტივალები ტარდება საქართველოში, მაგრამ ეს მესამე გასტროფესტი გვეუბნება და გვაჩვენებს თავის თავს, რომ ნამდვილად არის ნომერი პირველი ფესტივალი. ამაში თქვენც მეთანხმებით და მოსული სტუმრებიც. ფახლოებით, როგორი კერძები დახვდება სტუმრებს შეგვიძლია უთხრათ? აი, საით მიდის? იმერეთი მაინც წამყვანია? თავისთავად იმერეთში იმიტომ ტარდება, რომ იმერული გემოები არის წამყვანი, ავთომ სწორედ აღნიშნა, რომ ჩვენ გემოებს არ შევხებივართ, ანუ არ შეგვირევია. შეიძლება რაღაც პატარა დეტალები კი, მაგრამ იმერული გემოებით შექმნილი იმერული სტრიტ ფუდი გვექნება ჩვენ ფესტივალზე დღეს და ხვალ. არა მარტო ფუდი გვექნება, კრაფტ ლუდიც გვექნება, კრაფტ ლუდიც. ქართული სპირტიც გვექნება. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ძვირფასო ადამიანებო და შეფებო. იმიტომ ეს ორი პოზიცია, გესმის ადამიანი და შეფი გაერთიანებული არის უკვე ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ დროებით დაგემშვიდობებით, სულ ცოტა ხნით და დაგიბრუნდებით უკვე კონკრეტულად იმ ადამიანებით, ვინც დღეს და ხვალ იღებენ უკვე ამ გემრიელეს ფესტივალში მონაწილეობას. დროებით თქვენ მანდ არაფერი არ გააბიჯოთ და რო გახვალთ ჩუქი ჩააქცეთ. შენ კი აქ არ ხარ, მაგრამ არ გეგონოს რომ მე გოგოებს ფშივრებს დავტოვებ. აუცილებლად ეხლა ჩვენ შევჭამთ. გუხელი მარიამი მანდარი, არ არის პრობლემა.